არა უშავს ბავშვი თავიდან დავიწყოთ ეხლა მივხვდი რა ღილაკი რასაკეთებს ესე იგი 4 კუთხედია დარტყმა ხო წავიდა წიხს ნუ რატომ იქცევ კაც ბავშვი რასაკეთებ როგორ პირველივე წუთში მაკრატელა გაგიტანე დაწნარდი ბავშვი დაწნარდი თამაში 90 წუთი გრძელდება ბავშვი დაიმახსოვრე ხო მიდი კარგი ნახე წიხს ნუ ურტყავ მეთქი გეუბნები ნუ აქცევ ნახე გაიგონა დაინახა მე მგონი იმ გოგომ როგორ გაგიტანე გოლი და დაგცინის რა ვიცი გოგოა ვითომ ეხლა ანაერი ხმა ამოსდის რა არის არ ვიცი რა გოლ კარგი ბავშვი ისევ თავიდან დავიწყოთ რა ხდება კიდე ფეხბურთს თამაშობთ გინიგებს რა უცდა ურკითხებსო თეკლა ვინ მოიგებს ეხლა რა არის ვერ გავიგე ბავშვი 3-0 მიდი 3-0 ადექი თეკლა არ გინდა ეს მე და შე რო ვითამაშოთ გადაიქით არა პატა არ მინდა არ მიყვარს ფეხბურთი მართლა ხო თეკლა შენთვის მაგარი თამაში მაქვს ხვალ მოგიტან ო მართლა რა თამაშია რა და თავარი ხარ და ქმარს ეძებ იკა ადექი გამორთე კომპიუტერი და დაიწყე მეცადინეობა პატა უნდა იმეცადინოს ამან რა და კი ეხლა ხო მოიცადე პატა ლაშა ახალი პირსახოცი იყიდე დაპირსახოცი არა აქ არის პროფესორი და მე გუგასთან ვიბანავე ხო ისა ლაშა მე არ მიჯერებს და უთხარი რა ნიკას ადგეს იმეცადინოს დილიდან თამაშობს და მეცადინეობა საერთოდ არ ახსოვს როგორ არა მახსოვს უბრალოდ მეზარება აი იკა დაუჯერეთ ეკლას ხო საერთოდ საიდან მოიტანე ეს ფეხბურთი რა ეგ ისა რეზოს დისკი არის მამამის მოუყიდა და მათხოვა მამამის მოუყიდა თუ სამეზობლოში აგროა ფულება კარგად დაფიქრდი ბავშვი ხა ეს დისკი მამამის მოუყიდა ნიკა დადე ეხლა ეგ დადე ჯოისტიკი ჩქარა დადე ჯოისტიკი დადე ადექი წადი ეხლა შენ და კარი გააღე დარტყმა რომელია დარტყმა ისა სამკუთხედი უკანს რავად პროფესორი აქ არის კი მანდარი ბატონო პროფესორო აქ ხარ ახლა ვარ შეიძლება რომ რა ვიცი კი რა ვიცი რა ლამაზი დღეა რა ნათელი მზეა იმიტომ რომ დღეს ბატონი პროფესორის დაბადების დღეა იცოცხლი ახო ილოცავ ბატონი პროფესორი გავლმე ხო მოიცა ერთი წუთი დაბადების დღე აქვს კი როგორ არა სხვათა შორის დღეს მაგარია ხო რა არის ხო ბატა იკისრებს ვითო რა ვიცი თუ შეუჩნდი იკისრებს აბქენი ნუ შეუჩნდე და იკისრებს შეუჩნდი მიდი მე შეუჩნდი და აკისრებ
ჯერ შენ შეუჩნდი და მე შეუჩნდები და იკისრებს. ორივე შეუჩნდეთ ეგრე და მაგისნებინათ რა. ორივე ერთად როგორ შეუჩნდეთ ლაშა ჯერ შენ შეუჩდი მე მოვა და მე შეუჩნდები. ცალსაკე შეუჩნდეთ. კარგი, მაგრამ ეხლა პირდაპირ აბაზანაში ხوار შეუჩნდები. რატო უნდა შეუჩნდე აბაზანაში? გამოვა კაცი და მე შეუჩნდები. მოიცა, რას თამაშობთ? უჩნდებით რა. ბატონო ფიზიკოსო გილოცავ. არ ჩახუტება და კოცნა არ გვინდა. რატო? წვერი ახალი გაპარსუნოს და კანი გამიღიზიანდები. კი, მართლა. გილოცავთ, რამდენი წლის გახდით პროფესორო? დიდი ვარ რა. მაინც? არც თუ ისე დიდი ახლა. იცი, ბატონო პროფესორო, ახლა ჩვენ აქ საუბრობდით და ვინდა? ჩვენ რა ვიცი, ვინც ახართ რა. და მსჯელობდით და ვფიქრობდით, რომ ახლა ბატონი პროფესორი აღნიშნავს თუ არა დღევანდელ საღამოს თქო და მუსიკა გართობა მხიაროლება, კარგი აზრი ეს, გაშალეთ და საღამოს გამოვარ მას. ეს უკაცრავად. აქ გავშალოთ? ხო, ამასთან ვერ დავეტევით, ადგილი არ არის და. ხო, მართალია, სივიწროვია. ხო, სივიწროვია. ეგეც არის, მაგაში არის. ისა, მომისმე ხა. რა შემომიჩნედო? ხო, შალვა. პატა ძალიან მოეწონა შენი შვილი. აღფრთოვანებულია. ასეთი სილამაზე არ მინახავსო. შენ მაშვილში უნდა რაო, ჩემ ვაშკაძე რა თქვა? არ მოწონს. კარგია. რა ჭირს ახლა ჩემ პატას იმთხა გოგოს დასაცული. ბაბუ, კოტე ბაბუ. რა არის და რა უნდა ჩემ საწოლში ამას, რა არის ბაბუ და ღამე შემოვედი ახლა როგორ ძინავს მეთქი და ისე იყავი საბანში გახვეული ვიფიქრე ახლა ცივა მეთქი და თბილისწყალი ჩავასხი ბოთლში და შემოგიგორე. კარგი რა ბაბუ რა, კარგი რა შემომიგორე კაცო. თავსახური მოძორა თურმე და მოძრა თავსახური და დაიღვარა თეოლოგიაში და გამოვიხიზე და გული გამისკიდა კინეღა მე მეგონა შევცხი მეთქი ბიჭი კაცო. გოგა ხوار შემოსულა? შემოვიდა. გოგა გამარჯობა. თქვენ ალბათ არ დავბრძანდებით ხო როგორც ყოველთვის დავბრძანდით გოგა დავბრძანდით. ესე აი თბილად კომფორტულად. რა გოგა რა. რატო ხარ შეწუხებული? რა ხდება გოგო? რა? ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე. რა გადაწყვიტე? წერას უნდა დავანებო თავი. ეგრე რა გოგა, ეგრე რა სადიყავი ახლა კაცო რა ეტო გამოგინდა გოგო. ეგრე რა. ოჩი. რა თქვი ეს? ხო რა თქვი ეს? რა ვთქვი რა ვთქვი. გუგა ესე იგი აღარ გინდა ეს ფურცლები? აჰა, გასაგებია. იცი რა არის გუგა ისა რა ქვია. მოდი ერთი მომიხმარე რა, ეს დივანი ამაწევინე. ცოტა ის არის ყანყალებს გაიგე და შეუდგა ხო ეს რა. მოდი ხო რაღაცაში გამოვიყენოთ ეს დიდუბელი სოსო კაცო ესე ხო არ იქნება ეხლა. მომეცი აქ. კაი რა დროს ხუმრობაა ეხლა რა. გუგა, რატო ანებებ წერას თავს? რატო ანებებს წერას თავს? გეტყვის რატომაც არ. ხო იცი პასუხები. რა ხია პასუხი როგორ არ ვიცი? ამ ჯერ ეგ რა კითხვა რატო ანებებს წერას თავს? ვერ ხვდები ეხლა რა შესაქმე? მუზები გაუფრინდა ნუცა. ხო, გაუფრინდა. იცის. ხო, ეხლა აქ ხო ცივა გაიგეთ ცივა და გუგას მუზები გაუფრინდა თბილ ქვეყნებში მერცხალებთან ერთად. ხო, როგორ არის ისე ვინე როგორ ვიფრინავენ ისი? ჯერ მერცხალია მერე მუზა. მერცხალი მუზა მუზა მერცხალი მუზა მერცხალი მუცხალი მეზა მუზა მერცხალი. აი ეგრე არის ეს. დაგემართე თუ დავწერო. კარგი აღარ ვიხუმრო გუგა რა მოგივიდა ეხლა რა. კაი გუგა რა დაგემთავრებინა მაინც ის დიდუბელი სოსო. თან ის ბოლოს ფეხებით იყო ხეზე ჩამოკიდებული. ხო, მალხაზმა ჩამოახჭო, ხო, ჩამოკიდა. ხო. ბევრი ვიცინე.
კარგი, რა პირველი ნაწილი რო დავწერე, მაგიტომაც წაიკითხა ყველა. 10 კაცსაც არა აქვს წაკითხული. მე ვიცი ერთი ადამიანი 10 ჯერ აქვს წაკითხული. 11 ჯერ კატე ბაბუ. 11 ჯერ? კიდე წავიკითხეთი. აუ, რა მაგარია. ამის მერე რო აღარ იტყვი, აუ, რა მაგარია. გუგა, ჩემი აზრით არ უნდა დაანება შენ წერას თავი. აუ, კოტე ბაბუ, იცით რა არის? ამას ჭირდება ახლა რეკლამა. პიარი ჭირდება. ხო, ბაბო ჩემი. ხო და გუგა, გავიკეთებ ამ პიარს და მე მთელი ქვეყანა წაიკითხავს შენ მოთხრობას. მოიცა შვილო ახლა. დაცინვარჯობი ახლა, ჩვენი დაცინვარჯობი ახლა მთელი ქვეყნის დაცინვა. კარგი იყო მომეწონა. გუგა, შენ ხო არ გონია ხა მე აქ ჩუმად რო ვიყავი, არაფერს არ ვფიქრობ და არაფერი იდეა მომივიდა. ისი რა ვიფიქრე ხა რაზე ვფიქრობდიო? კარგი, დავიწყო თავი და დაუშვა წერას თავი გაანები არ გამოგდის. გაანებე თავი, დავივიწყოთ ეგ ყველაფერი, მაგრამ რა არის ხა ეს დიდუბელი სოსო, მაინც შენი ბრენდია ხვდები და სულ ისე უყურადღებოთაც ნუ მიატოვებ გუგა და მოდი ისი რა ქერი გამოთვალე და ისე გაყიდე, ჰა? ისე რა უნდა გამოვთვალო? პატარ სოსოები აი ესე. კარგი გუგა ახლა გეხუმრება ახლა შენ კარგი ბიჭი ხარ ახლა ყურადღებით იყავი ყურადღებით აი შემოუძახო უნდა შენ თავს შემოუძახო აიგე თავს გეუბნება ხო შემოუძახე შენ თავს კარგით რა ვიდი გუგა შემოუძახე შემოუძახო არა ვიდი გითხრა როგორ უნდა შემოუძახო როგორ და ესე აი გუგა რა ეშველება ახლა ამას? ეშველა უკვე ეშველა. გავა მაშინ ახლა ცოტა. ახოდი მცა. კარგი. უი, ისე არასწორად შემოუძახე. აი მაინც მამსა. აბა. გუგა. გასმოდი აბა ერთდროულად, მოდი. მოდი. გუგა. ეგრე, კარგია? კარგი, მიდი. წავედი. მიდი, მცა, კარგად იყავ. ვაიმე ბაბუ, ვაიმე რა გეში. არა, იმან კი დაანება წერას თავი, მაგრამ ეს დაანებებს ახლა იმას თავს ვითომ. აი, არ მგონია რაღაც ეს. არა, ლაშა, არა რა. რას წარმოვიდგენდი პროფესორის დაბადების დღის სუფრის გაწყობა მე თუ მომიწევდა. ხო. მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო. ისე ლაშა მართლა ძლიერი ფიზიკოსია? კი, რას ლაპარაკობ? საკუთარ თავზემა გამოცდილი. და რა ვაჩუქო ისე თეკლა კი არ ვიცი, ჰა? რა ვიცი აბა. უი, ლაშა მართლა. მოიცადე? ეს ხო არ ვაჩუქოთ. არა, თეკლა რას ლაპარაკობ? ფიზიკოსია და ეწყინება. ხა, ქიმიკოსი რო იყოს კიდე შეიძლება, მაგრამ არა. ხო, ეგ არა. ხო, მე ვიცი რას გაუხარდება. აბაზანაში წყალი დაუგუბოთ. და იხობი ჩაუყაროთ. მაგრად გაერთობა. ნიკა, რას აკეთებ შენ? აუ ხო რა ცოტა ხაში ვიბეცაირებ, გეხვეწებ. იმეცადინებ კი ორზე ჩართე. დილამშვიდობისა. ხო ელენე. ხო ვერ მოვიფიქრე რითი დავიწყო ჯერ სალათებით თუ ცხელი კერძებით. სახლი დავალაგო ჯერ. ხო, კარგი. ხო. ნიკა დედა მოგიკითხა. შენ გენაცვალე გულ. ხო, რა ვიცი, ნიკამაც მოგიკითხა გენაცვალეო. ხო. კარგი, კარგად ელენე, კარგი. მიდი. ოს. გამორთე კომპიუტერი და იმეცადინე. ნიკა მეორედ არ გამამეორებინო, გამორთე და იმეცადინე. მიდი. ნიკა არ გამამეორებინო, მეორედ გამორთე კომპიუტერი და იმეცადინე. არ გამამეორებინო, ნიკა მეორედ გამორთე და იმეცადინე. თეკლა, მათემატიკაში რა ნიშანი ყავდა? მიდი. ოხ რა. ლაშა, გეხვეწები, შენ მაინც უთხარი რა მექნას, გამორთე. კი, ვეტყვი. აუცილებლად ვეტყვი, რომ გამორთოს. ნიკა. მაგრატელას როგორ ურტყავ?
ოთხკუთხედი და X. ო, კაი. ჩემ კარში გავიტანე. მაშა უთხარი გამორთოს კომპიუტერი და იმეცადინოს. ნიკა, გამორթե კომპიუტერი. თუ გამორთავ წაგება ჩაგეთვრება. მიდი. პას! გოლ! რა გიხარე, მე გაგიტანე. მიდი ეხლა ჩქარა გამორթե კომპიუტერი და დაჯექი იმეცადინე. უყურე ერთი ამას. მართლა რა. სუსტი ხარ რა ბიძია. ხო ელენე. ხო, ქათმის სალათის გაკეთება გადავწყვიტე. ხო, მაგრამ ვერ ვიპოვე ამ წიგნში და რა? ქათამი უნდა მაგას? ხო, კარგი, აბა მითხარი დავიმახსოვრებ. ქათმის ფილე, მაიონეზი, მარილი რითი? გემოვნებით. ხო, კარგი. ხო, ესე იგი, რა უნდაო? ქათმის ფილე, მარილი არ ვიცი, მოდი ჯერ სახს დავალაგებ. თეკლა, მე ახლა პაატასთან შევივლი. მე ფიზიკოს ვნახავთ და ვკითხავ ერთი აბა რამდენ სტუმარს ელოდება აქ ჩვენთან. ხო, ისა ლაშა პაატასთან უნდა შეიარო, ერთი წუთით მაშინ. ხო, რა? ხო, მოიცადე. ლაშა, აი ეს ქვაბი ბარემ წაუღე რა. კოტებაბუამ თქვა, იმდენი ხანია ჩემი ქვაბი სახში არ მაქვს. ხო, კი, მეც მახსოვს, მეც მითხრა რომ რაღაცა რა ყურძენი უნდა დავწურო თუ რაღაცაო. კი, წავიღებ აუცილებლად. ხო, კარგი, შენ გინდა მოგეხმარო მამაში? არა. ხო, კარგი, წავიღებ. ეხლა ნიკა მომისმინე შენვე? ეხლა მე მივდივარ. და რო ამობრუნდები, ხო? აი მე ვნახავთ ვინ ვის მოუგებს. ხო, ვნახავ. ხო, ვნახავთ. შენ წაგებული წამოაყოლე. წამოვაყოლებ, დიახაც პორტოხლის წვენი, ხო? ხო, 10 პორტოხლის წვენი. 10, ხო? კარგად გახსოვს ეგ შენ. როგორც ცნობილია, მხოლოდ მცენარეებს შეუძლია საკვების შექმნა. როგორც ცნობილია, მხოლოდ მცენარეებს შეუძლიათ საკვების შექმნა. წავიდა? არ წაიღო ეს ქვაბი, ხო? ახლაშა რა. რა შვები შენ მეცადინეო? როგორ ვიმეცადინებ, მაგ რაღაცას აჩხარუნებ და. კარგი, ნიკა, არ დავალაგო სახლი? მაშინ მე კოტებაბუსთან გავალ და იქ ვიმეცადინებ. კარგი, ნიკა, მიდი და ბარემ მეც ამ ქვაბს წავიღე. მიდი. ჩქარა წავედით. ჩქარა, მიდი. შემდეგ თავადი სასწავლო. ნიკა. ეს მაგარი მყავს რა. დიახ. გთხოვთ გაუშვათ ბიონსეს სიმღერა. ხო. ეძღვნება სვეტას. მადლობთ. რა თეკლა რა ხონცი რო ღია არის ხოლმე. აი კოტებაბო ეს ქვაბი მოგიტანეთ. ო. ცოტა ყურძენი მთა დავწურო და. დიახ. ხო, კოტებაბოა ნიკას დაგიტოვებ ცოტა ხნით რა ამეცადინებ თუ შეგიძლია. კი ბატონო. კარგი. თეკლას ეჩქარება სახლი უნდა დაალაგოს. უკვე მიდის. იმეცადინოთ? რა გაქვს აბა გაგვეთილები? ფიზკულტურაში რომ ახატა. ხო. ქართული მათემატიკა და ისტორია. აუ არ უნდა გამომეკრა რა ეს გაკვეთილების ხრა. ხო. ნიკა რა საკეთებ? ისა კოტებაბო მე თქვენ მობილურს წავიღებ ნიკამ რომ არ ითამაშოს. ნიკა მომეცია. ხო.
გეგლა გენაცვალე. ხლა ჩემ მესიჯებში არ შეხვიდე შემთხვევები, სვეტამ უნდა დამეკონტაქტოს და. კარგი, კოტე. მადლობთ. კარგი. ნება. იმეცადინოთ, მიდია. ოიდანაც იგნები? აიყო რა. აიყო რა მოგივიდა? მუცელი მტკივა კოტე ბაბუ. კარგი, რატო ბაბუ? ისა კოტე ბაბუა დამავიწყდა, თუ გითხრათ მუცელი მტკივაო, არ დაუჯეროთ. ხო, კარგი. ოიდან ახლა წიგნები ბაბუ. კოტე ბაბუ მართლა ძალიან მტკივა. რა მოგივიდა? გაცივდი ბაბუ თორაში. კოტე ბაბუა, თუ გითხრათ მართლა ძალიან მტკივაო, მაინც არ დაუჯეროთ. მოკლედ ვერაფერი ვერ მოვიტყვი დღეს რა მჭირს რა. რამე სხვა უნდა მოვიფიქრო. ხო, მოდი ახლა ისტორიაში ვიმეცადინოთ, ხო? კოტე ბაბუ ისტორიაში ვერ ვისწავლით. წიგნი დამეკარგა. როგორ დაგეკარგა? შენ ისტორიის წიგნი აქ არის, გუში ხო შემომიტანა და შემინახე 2 დღითო. მოიცა მოვიტანა ხო? კოტე ბაბუ, ჯერ ხوار გვეთამაშა? რა, ბაბუ, რა. არა, ბაბუ, ჯერ ვიმეცადინოთ. მე რომ სამეცადინო მქონდა ხოლმე რა მათამაშებდა ბაბუ, ა? როგორ შეიძლება ეს? ბაბუ ნახე. ვაუ, მაშინ ასეთი სათამაშო არ იყო ბაბუ. ესეთ რეაქციას ვატარებ, რომ ხალხს ვურიგებ დიდუბელისასას ეგზემპლარებს. მე წაიკითხავენ, რაღაც პოპულარული გახდება, ილაპარაკებენ და მე ხო იძულებულები იქნებიანო დაუბეჭდონ. ხოდა რა ვიცი, რაღაც კაი გამოვა მე მგონი. ისეთ ძალიან დიდი მადლობა რომ ნებადამთეთ, რომ აქაც ჩამეტარებინა რეაქცია. რას ვიზავიცით? გუგას ვეტყვი რა თქვენი ბარის სახელი ახსენოს მოთხრობაში და თქვენიც რაღაც რეკლამა გამოვა თქვენთვისაც. არ არის საჭირო, ნუ შეწუხდებით. არა, რა შეწუხება? თან იცით რა არის, მაინც უნდა ახსენოს რამე ბარის სახელი და იცით საათ აი დიდუბელისასო და მალხაზი რო ჭუბობენ ბარში, ყველაფერს რო ლეწავენ. რა მაგარია იცით, სოსო ეუბნება მალხაზს რა, რომ შენო ბიჭოვის სარკეებს თხოვო და რაღაც და მალხაზი გამწარდება ამაზე, აიღებს სკამს და ეცრის სოსოს, მაგრამ სოსო რა სოსო, გაიწევა და სკამი ხდება ოფიციანს. ხო, და ნუ მოკლედ ვეტყვი და ეს ყველაფერი თქვენ ბარში მოხდებავით ამ. იცით რა, თუ მაინც და მაინც ბარი უნდა ახსენოს, ჯობია რომ ჩვენს წინ ბარია და აი იმის სახელი ახსენოს. კარგით, ვეტყვი მაშინ. უკაცრავად, ერთი ყავა თუ შეიძლება. ახლა ვარ. თქვენ ყავა შეუკვეთეთ, ხო? გილოცავთ, თქვენ გახდით ჩვენი აქციის მონაწილე და აი ვინც ყავას შეუკვეთავს, მიიღებს დიდუბალ სოსოს. უკაცრავად, შემეშალა, წყალი მინდა ერთი რა. წყალი, ხო? მაშინ კიდევ უფრო გაგიმართლოთ, იმიტომ რომ ის ვინც წყალს შეუკვეთავს, მიიღებს დიდუბალი სოსოს არა ერთ, არამედ 2 ეგზემპლარს. აი გითხოთ და მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება. ლაშა ნახე მოდი ჩვენი იუბილარიც აკოფილა. იცით დიდუბალი სოსოს რეაქციას ვაკეთებ და ხალხს დავურიგე უკვე რამდენიც იცით და მთელი ქვეყანა გაიგებს რა მაგარია. აი თქვენ წანი. ძალიან მაგარი იქნება. თქვენ წანი შეუკვეთეთ ხო? ჩანატარებ რეაქციას. მთელი ქვეყანა არ ვიცი, პაჰატა, მაგრამ დასუფთავების სამსახური რო გაიგებს ეს ნაღდი. კი, სავსეა. რატო? სავსეა მთელი ეზო დიდუბელი სოსოებით. მართლა? მე კი არ შემიმჩნევია. რატო? ეტყობა ძირს ვარ უყურებ, იმიტომ მე ხო საერთოდ თავაწეული დავდივარ და მაგრამ ალბათ, კი. გამარჯობათ ბატონო იუბილერო პროფესორო. გამარჯობათ. აბა, რა შრებით დღეს აპირებთ საღამოს აღნიშვნას? საღამოს? ხო. ხო, საღამოს უნდა ვიგრიალო. ხო, მაგარი იქნება, ხო, ვიგრიალო. ესე უკაცრავად დაჯექით ხო გეტყოდით, მაგრამ ორნი ხართ და ერთის გამო. მინდა, ეს კომფორტულად. იყოს. ხო, ესა, პროფესორო, რა გაგიხარდებათ დღეს რომ გაჩუქოთ? ეგრო გითხრათ, მე მეწოდინება რას მაჩუქებ და აღარ გამიხარდება. ხო, ეგეც არის, კი. ისე ბატონო პროფესორო, თქვენ საერთოდ რა მუსიკას უსმენთ? ხან რას რა. აჰა, გასაგებთ. თქვენი საყვარელი სპორტი? ბიატლონი. და საყვარელი თამაში? მაჯონგი. მაჯონგი? იაპონური თამაში. იაპონური თამაში, მაჯონგი, კი. მაჯონგი და ბიატლონი. აჰა, გასაგებთ. კარგით, რა არის მაჯონგი რა?
ბიატლონი ხო იცოდი რა. არ ვიცი ლაშა ეხა მე მოდი იცი რას მე ფულს მივცნო და თვითონ რაც უნდა ის იყიდოს. სად უყიდო ეხა მე ამაზე მაჯონგი და ბიატლონი. ეგეთ პარტანი. ბატონო პროფესორო. აი თქვენ ხავთ. რადგან დღეს დაბადების დღე გაქვთ, ორმაგია, გილოცავთ. ორმაგად იცოცხლე. დაბადების დღე აქვს? კი. ბატონო პროფესორო. არა, კი გავდივარ, მაგრამ გავიგე რომ დაბადების დღე ქონიათ და გიტოვებთ ჩუქვით. უღრმესი მადლობა. დაბადების დღეა? კი, დაბადების დღეა. ეს გამოვარდით. მეჩხარება. არა, გამოვარდით და მიღეთ მაქსიმალური სიამოვნება. გამარჯობათ, დაბადების დღე გაქვთ, ხო თქვენ გილოცავთ, ძალიან გამიხარდა და აი ეს თქვენ საჩუქრად დიდუბალი სოსო. წაიკითხეთ და მიიღეთ სიამოვნების მაქსიმუმი. მივიღებ. ნუცა, მოდი ერთი წუთი, მოდი დაჯექი რა, დაჯექი. ნუცა, კარგი და არ ვარ დაათტე ადამიანს არაფერს რა. მე და პაატას გვინდოდა რომ ეგ დიდუბელი სოსო გვეჩუქნა პროფესორისთვის. რა წესია ნუცა რა, ხო შეიძლება რომ სხვაცას დააცადო, არა რა წესია? რა ვიცი. ნუ ვიაროთ ეხლა და უნდა ვეძებოდი და სად უყიდოთ ის რა ქვია კაცო იმას ის მანჯუტოლონი. აი რა ვქნათ ეხლა? რა ვქნათ მითხარი, აბა? მე რა ვიცოდი. აი გამომართვით და მიიღეთ სიამოვნების მაქსიმუმი მაშინ. კოტება გაგიტანოთ ეს სკოლი თუ მაშინდელი უცუდად გახდები. დაარტყი. რა სუსტი გუნდია ეს ინტერია? მოიცა ახლა ჩვენ ძველი თბილისის დინამო არ არის ამაში? ორას დაფრინავდნენ ბიჭები, ახდება და აი ასე გარბოდნენ თურქ-სელჩუკები. ხოდა თან გოყიროდნენ, არა? ხოდა თურქ-სელჩუკები გარბოდნენ შეშინებულები, კი, სწორია. კარგით რა კოტება ბურა, არც გადაუშლია ისტორიის წიგნი, აი. არა. რა თუნდა ამას ისტორიის წიგნი, რასაც ამას ისტორიაში ასწავლიან, ჩემი თვალით ვაკნანა. ხო, სწორია, არ მისწავლე. აი, რატო უთხარი? არ გაგეტანა ეს გოლი და ნიკა, ეს კომპიუტერი როდის გამოიტანე? მე გამოვიტანე, შენ არ გამოიტანე აი ამ ქვაბით. რა? ხო, შენ გამოიტანე აი ამ ქვაბით. მოიცა, ამ ქვაბში ვინ ჩადო მერე? ლაშაბიძე სახში არ იყო. ანუ გამოდის რომ მე ჩამედია. კოტება ბურა. ნიკა, გამორთე ჩქარა კომპიუტერი და წავედით სახლში. აბა შენ გამორთე. არ იცი, ხო გამორთ. როგორ არ ვიცი? აი აქედან ირთვება. სად არის? მოიცადე? აბა ეს რა ღილაკია? ეს ღილაკი არის ახტომა. ეს არის დარტყმა. ეს არის პასის მიცემა. აი ეს კიდე ბურთის წართმევა. მოიცა ვის წართი შენ ბურთი მოიცადე? მოიცა ნიკა, მოიცა. არა, თამაში სამამდეა. მოიცა. მოგებულს მე ვხვდები, მოგებულს. პას. არა, მე შევხვდებით აი არა, მე შევხვდები. არა ლაშა რა, არსად გასაშვები არ ხართ შენ და პაატა. როგორ ვერ უნდა გაგეგოთ, როდის რამდენი წლის გახდა პროფესორი? რა ვქნათ ახლა თეკლა ვერ გავიგე. ხო, რა ქენი შენ რა დააწერე იმ ტორტს? არა და პროფესორს ვულოცავთ რიგით N დაბადების დღეს. აი ყოჩა, აი ახლა უკვე მომეწონა შენი გადაწყვეტილება. ყოჩა. თეკ. ხო? თეკ, იცი? მაგარი სიმღერები მოვამზადე და დღეს მაგრად გავერთობთ. მოიცა, შემღეროდი? კი. მე მეგონა ის მეზობელი იცინოდა და. კარგი იყო, თეკ. უი,
აი, იუბილარიც მოვიდა. მოვბრძანდით, ბატონო პროფესორო. მოვბრძანდით. 5 წუთით ადრე მოვედი და თუ გინდათ გავა სადარბაზოში და 5 წუთის მერე შემოვა. აი, იუმორია. მოვბრძანდით, შემოვბრძანდით. პროფესორო, აი ეს ჩვენგან გილოცავთ კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. ისა გახსენით. შეგინთ რამე დევს? დიახ, იყოს, მაშინ მერე გაქვს. პროფესორო, ეს ჩემგან საჩუქრად მიიღეთ. რატომ შეწუხდით? არა, რა შეწუხება, როგორ გიგება, რა ლაპარაკობთ, რა შეწუხება? არა, მე შეფუთვაზე გეუნებოით, გასახსნელი იქნება მერე. ჭირდება. კი, გავითვალისწინე. ერთი წუთით კარს გავაღებ, ხო? ეგ ჩემთან იქნებიან. გამარჯობათ, მე ლაშა ვარ, მობრძანდით. ეს იმ ხსნარის დამსახურებაა, პროფესორო? გენიოსი ხართ, გენიოსი. იმის არის, იმის. კარი დახურეთ, ხო? ისე პროფესორო, ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან დროხულად. ზანეთ. ეს გასაგები, ეს ვიცანი, ეს არის ავტო. ნუცა მოვიდა ავტო გაშიშდა, ეგ არ არის, ხო? ის ექსპერიმენტად ლექსი, ხო, მაგრამ პროფესორო, ეს მეორე ვინ არის? ეს ჩემი კოლეგაა, ფიზიკოსი. ფიზიკოსი? სპორტსმენი ხო არ არის? ნამდვილად, ხო? აჰა, გასაგები, მადლობა. თეკ. დღეს ახლა დალევა წავა და ხალხი დათრომა მე გული მიგზნობს და მაინც ვინმე თუ რამე გაწყენოს ან არ მოგასვენოს მე მითხარი, ხო? აი პროფესორო, ამას ვუხსნიდი ჩვენს დარაჯს და ვერაფრით ვერ გავაგებინე. ეს არის ენერგიის მუდმივობის კანონის კლასიკური მაგალითი. ნახეთ, ჩემი პოტენციური ენერგია გარდაიქმნა კინეტიკურ ენერგიად. და პირიქით. გაზარდა რხევის ამპლიტუდა? ეს გარდაქმნა, გადმოქმნა არ ვიცი, მაგრამ ნახეთ ცოტა ხანში ეს საბარძელი როგორ გატყდება. პოტენციურად. მობრძანდით, ხო? ძალიან კარგი. მობრძანდით. ბატონო პროფესორო, თქვენ აქ თავში დავბრძანდით. კი ბატონო, არაცრაოდ. ბოდიში ფიზიკოსო, გაქვს დრო გაგესაუბროთ რაღაც კითხვა მინდა და გამარჯობა პატა. სასიამოვნოა. ხო. რა უნდა მეკითხა თქვენთვის? თქვენ მაინც ახლა ფიზიკოსი ხარ და გეცოდინებათ ალბათ. რა მაინტერესებს ის მართალია ადრე ბავშვობაში რო იყო ხოლმე რო ისა რა ქვია სათვალეს ხვლიკის თუ წაუსმეო ისო რა ქვია მე რა ხომტები რა რაც მართლაპარაკი უკაცრავად ვერ მივხვდი. ვერ მივხვდით. ეგ იმიტომ რომ ფიზიკა, მაინც ფიზიკა, ეთყობა ქიმიის არის უფრო ეგ და იმიტომ ვერ მივხვდით. რა არის? ბატა, მოდით დავსხდეთ ახლა რაღაც. ერთი კითხვა დავსვე და ახლა ვერ მოვალთ. ბატონო პროფესორი, იცით რა მაინტერესებს? ახლა თქვენი არ ხო, ეს არ გიშლით ხელს? რა ვიცი. ეს კოლეგებმა მაჩუქეს დღეს და თუ შეიძლება რომ მასი ვარ შევინახოთ. ხო, კარგი. მადლობა. აჰა. ჩი. ოღონდ საყინულეშია თორე აღორთქლდება. საყინულეში, აბა ხა საჯუგარი თუ აღორთქლა, რა თქვი და ეგეთი. პატა, რა შევიხლა, ხო? ესე იგი კორიოლისის ძალა, ესე იგი გასაგები, ეს რამდენი რაღაცები არ ვიცით ადამიანებმა თურმე ამ ქვეყანაზე. ლაშა, შენ ეხლა იცოდი რომ თურმე რა ხდება ეხლა? თეკა. დაჯექია. თურმე სააბაზანოში წყალი რო იჭედება, მაგას შველის კორიოლისის ძალა, გაიგე? გააკორიოლისის ძალას, ესე იგი ეს ფიზიკა რა მაგარი რაღაცა ყოფილა, ვაიმე. ხო, აბა ბატონო პროფესორო. დიახ. თქვენ ბატონო პროფესორო, იუბილარო ბატონო პროფესორო, ხო? არა, დაბრძანდით, თქვენც დაბრძანდით, რა თქმა უნდა. უკაცრავად ის სახელები იქნებ შემახსენოთ. თეკლა და პატა. გაგიმარჯოთ, გილოცავთ, წატორტი მოიტანე. თუ შეიძლება. კი.
პროფესორო, გილოცავთ. ჩვენ დიდი ხანია გიცნობთ, როგორც მე, ასევე ეს ადამიანები. ამიტომ ყველაფერი ვიცით ჩვენ თქვენ შესახებ და არაფერს ვიტყვით. უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ პროტონივით დადებითი პიროვნება ბრძანდებთ. ირიდიუმის კრისტალური მესარივით მყარი და მაგნიტური ველივით ძლიერი. გაგიმარჯოთ პროფესორი. გაიხარ. აბა, ავთოს უსმენთ, ავთოს. გილოცავთ ბატონო პროფესორო, ნიუტონის ფიზიკიდან აინშტაინის ფიზიკამდე რამ ხელა გზაც არის, აი იმდენ ხანს გეცოცხლოთ ზუსტად. გილოცავთ გაიხარ. შეიძლება? მიდი, აბა, მიდი, ხო, აბა. აი, რაღა დავამატო. ბატონო ფიზიკოსო, გისურვებთ წარმატებას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კორიოლისის ძალა გქონოდეთ, ბატონო ფიზიკოსო. ბატონო პროფესორო, რა სიტყვით? შვენიერი საღამოა. გრიალე. ბატონო? გრიალე. კი, გრიალე. არც ლაპარ. ჯერ სადახარ თქვენ, ჯერ სადახართ. მოგწონთ, ღვინო მოგწონთ? ეს ბიჭი თქვენი ახლობელია? შეიძლება ასეც ითქვას. მაშინ ნორმალური ღვინო. ვა. თეკლა. აქეთ მოიტანე, აქეთ, ხო, ათulis სისტემაში მოგვიტანე. ჩვენი ათulis სისტემაში. ვიმღეროთ? ხო, აბა, აბა 3-4. ყველა ერთად. ერთად. ლამაზი დღეა. რანათელი დღეა. იმიტომ ეს ბატონი პროფესორი დაბადებული. რანაცნობი მელოდია. არა, წესია ასეთი, ჩააკრეთ, ჩაიფიქრეთ და ჩააკრეთ. დიახ. ერთი კაცურად რა ჩაიფიქრეთ მითხართ. გადანეტა სანთელი ჩავაქრო მეთქი. და მიუბრუნდი და დიფუზია მეთქი. რა მაგრა გითხოვთ ბატონო პროფესორო? დიფუზიო. სახوار გვემღერა, გვემხიარუა. ჰა? არა, რატომ ჩვენ ისედაც კარგად ვგრიალებთ? კარგი ვაშა, მე წავალ ნიკას გავხედავ, ხო? ხო, მიდი, არ გააგიჟოს ის კაციც. ხო. ეს მეზობელიც არ იცინი რაღაცით რომ გავხიარულდეთ მაინც, რა ვიცი. დრას გაიგებ, ლა შეიძლება ცინის კიდევაც, მაგრამ აქედან ისე ჯრიამული გადის რომ გაიგებ. იყავი თქვენ, მე გავაღებ. მოდი გუგა, სადახარ ამდეხას ჩვენ აქ დროს ვატარებ? კარგი რა ლაშა, რამე დროს ტარებინება, კაც დეპრესიაში ვარ, წერას დავანებეთ თავი და დროს ტარებ. რას ლაპარაკ, რატო კაც? მოდი არა, არ მოდი. გაიცანით, ეს არის უნიჭი წერალია რა. დაჯექი გუგა, გუგა. დიდუბელი სოსო თქვენი დაწერილია? დიახ. თქვენ საიდანაც წაკითხული გაქვთ? ეს მე 2 ეგზემპლარი მქონდა და რა თმინდა მეთქი და კოლეგებს დაუიგე. გენიალური მოთხრობა, აღფრთოვანებული ვარ. ხო, ისე ამას რო კითხო, ღვინო არ ვარგა. გუგა, თქვენ გენიოსი ხართ. ყველაზე მეტად იცით რითი მოვიხიბლე. აი, ხო თითქოს როგორი ქაოსია, მაგრამ როგორი წესრიგი იგრძნობა. ყოველი მეხუთე მძიმის შემდეგ აუცილებლად წერტილია და ყოველი ასეთი მეშვიდე ფაზის შემდეგ ძახილის ნიშანია დასმული, როგორც არითმეტიკული პროგრესია.
ხედავ გუგა, აი ხედავ. ეს კიდე ამბობს წერას თავი უნდა დავალებო. არა გუგა, რას ლაპარაკო წერას როგორ უნდა დაანებო თავი. აგერ უკვე ორს მოეწონა, გადაირივნენ. ხო, გადაირივნენ. აგერ მესამე კიდე ნუცა, ხო, ნუცა. უკაცრავად. იქ ხო? იქით. უკაცრავად. ხო და მე გეტყვი ახლაში. სამი ხوارია. ხო და ადეგი შენ და 4 ცალიანი ტირაჟი დააბეჭდინე. დაიტაცებენ სულ ყველა. ნუ ერთსაც ვიღაცა იყიდის ახლა და ხო, მოდი ახლა სიტყვა მოიტანა და მოდი გუგას სადღეგრძელო შევსვათ იქნებ რაღაცა. ავტოს უსმენთ, ავტოს. არა, გუგას გაუმერჯოს, გუგას როგორ არ გვინდა. აი მე გვიტყვი რა, პირველად რომ დიდუბელი სოსო წავიკითხე, მაშინვე აღმოვაჩინე რომ გუგა აქ არის? უკვე დაეწყო ახლა ისე ხაში დამიცადეთ, მე მინდა დავლიო გუგას სადღეგრძე. რა მაგარია ნუცა ერთი წუთით რაღაცა მინდა შევამოწმო ოთახში შედი მიდი ერთი წუთი მიდი ხო და რას ვიძახთი მაშინვე აღმოვაჩინებით კი რომ ეს არის შესანიშნავი მე მინდა არა მე დავიწყე და გამომთავრებინეთ რავი შეეხა მე რა შეგირდო ჯერ მადროვეთ მე ნუცა გეჩქარება შენ არ ვიცი გოგა მეჩქარება რა ვიცი მე უნდა გავიდე დიდუბელი სოსო უნდა გავაგრძელო რა ვიცი გეჩქარება თუ არა მოიცადე დაჯექი გუგა დაჯექი დაასვენე ის სოსო ერთი დღით დაასვენე რა მოგივიდა შენ არ ეჩქარე მიდი ნუცა დაჯექი გვერდზე გუგას გვერდზე დაჯექი მიდი დაჯექი მანდ მიდი აჰა Wow, ეგარი რა. აი ახლა კი ვგრიალებ. წავიდა. რალა მაზი. მისკდება თავი რა. მეტის ღირსი ხარ ლაშა დორონჯაცი. აბა გრავიტაციის სადღეგრძელოსო ყანწით დალევ. აბა. ეს რა? ლაშა აღარ გაგაღვიძე, ნიკა სკოლაში წავიყვანე. ლუდი მაცივაშია, ფიზიკოსი აბაზანაში. ლუდი მაცივაშიაო, ჯიგარი ხარ რა თეკლა რა. აჰა. რაო აქ რა წერია თუქშია საჭმელი ქვაფშია თეკლა მოგატყვე მობრძანდით დილამში დოვის დილამში უკაცრავ თქვენ აბაზანაში არ ხართ აბაზანასთან კი, აბაზანაში არის. და აბა ვინ არის იქ? დილამშვიდობისა. თქვენ მართალი იყავით პროფესორო. ძალიან ხისტი წყალი ყოფილა. აი. ნახვამით, მადლობა.